დიახ, სამების საკათედრო ტაძართან მზადება უკვე დაწყებულია ხვალ დაგეგმილი გაფართოებული კრებისთვის. ხვალ წესით უნდა აირჩიონ 152 კათოლიკოს პატრიარქი მღვდელმთავრთა ხმათა უმრავლესობით. სწორედ ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით თბილისისკენ უკვე მოემართებიან სხვადასხვა ეპარქიებიდან დელეგატები. ნაწილი უკვე იმყოფება თბილისში და ამ წუთებში ესწრება სამების საკათედრო ტაძარში წირვა ლოცვას, რომელსაც აღავლენს მოსაყდრე მეუფეშიო. ის არის ერთ-ერთი კანდიდატი და მათ შორის მეუფეშიოსთან აქ სამებაში იმყოფებიან სხვა მღვდელმთავრები, რომელთაც ჩვენ ვკითხეთ თუ რა მოლოდინი აქვთ ხვალინდელი დღისგან, რადგანაც ბოლოს სინოდის სხდომამ გამოიწვია დამატებითი კითხვები და ბუნდოვანება. შესაბამისად ახლა არსებობს კითხვები მაგალითად ჩარევასთან დაკავშირებით, მიიღებს თუ არა წმინდა სინოდი დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას და რა განწყობებია. ჩვენ სწორედ ეს კითხვები დავუსვით მღვდელმთავრებს, წმინდა სინოდის წევრებს, რომლებმაც ხვალ უნდა მიიღონ ისტორიული გადაწყვეტილება და არაერთმა მეუფემ, მაგალითად ერთ-ერთი კანდიდატმა მეუფე გრიგოლმა, მათ შორის წინა კვირას გადაგებისას თქვა, რომ ახლა საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება თითოეულ წევრს წმინდა სინოდის, რადგან ეკლესიის სამომავლოდ როგორ განვითარდება მოვლენები და მომავალზე ეკლესიის ახლა სწორედ მათზეა პასუხისმგებლობა, ვინც ამ გადაწყვეტილებას მიიღებს. დღეს კითხვები დავუსვით მეუფე იაკობსაც, რომელიც საკუთარ ქადაგებაში არის ხშირად გამორჩეული და ის ხშირად ამბობს საკუთარ ქადაგებაში, რომ არ უნდა ჩაერიოს არავინ, მათ შორის ის მიანიშნებდა ხელისუფლებაზეც და ვნახოთ რა გვიპასუხა დღეს დასმულ კითხვებზე ბოდბელმა ეპისკოპოსმა. ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით მინდა რომ ჩაგწეროთ, რა მოლოდინები გაქვთ მეუფეო? ჩაოლებრივი. როგორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რას ფიქრობთ? რა მოლოდინი გაქვთ? აი ბოლო სინოდის ხდომაზე გვახსოვს რაღაცა კითხვები გაჩნდა. არაფერი არ გაჩენილა, არც ერთი კითხვა. თქვენი ქადაგებებიც მოვისმინეთ ჩარევასთან დაკავშირებით, ისევ არავინ არ ერევა, ხო თქვი რომ არ ერევიან და. ორი სიტყვით რომ შეაფასოთ ხვალინდელი დღე მოლოდინები. ხვალინდელი დღე არის ისტორიული დღე და წინასწარ ვერაფერს ვერ ვიტყვით. მე მინდა გკითხოთ ბოლო სინოდის ხდომასთან დაკავშირებით გამოწვეულ კითხვებზე. იყო იქ მეუფე ზენონის განცხადებები ჩარევასთან დაკავშირებით. თქვენ რას ფიქრობთ? არ ვიცით, ალბათ იქნება მიღებული დამოუკიდებელი გადაწყვეტილება? რა თქმა უნდა, იქნება დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიღებული. იყო რაღაც ტიპის ჩარევები, როგორ ფიქრობთ, გავლენა ჩარევასთან დაკავშირებით? არა, პირადად ჩემთან არანაირი ჩარევა არ იყო. თუ ვინმესთან იყო ჩარევა, არ ვიცი, თვითონ იტყვით, პირადად ჩემთან არანაირი ჩარევა არ იყო. იძლევა გითხოთ ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით რა მოლოდინები გაქვთ? რას გვეტყვით ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით მეუფეო? გოღოლება ახალი ვადრე. რას ფიქრობთ, ვინ იქნება? ლიტვიდან ვარ, ლიტვაში ვსახურობ. ქართული ეკლესია არ არის, რუსული. პროცესთან დაკავშირებით. წარმატებას უსურვებს საქართველოს ეკლესიას და ექნება კიდევაც წარმატება. დარწმუნებული ვარ. ბოლო სინოდის ხდომიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს მიიღებს. არსებული რაოდენობის მიხედვით მინიმუმ 20 ხმა საჭირო იმისთვის, რომ აირჩიონ ახალი კათოლიკოს პატრიარქი. თუ ამ სამი კანდიდატიდან ვერც ერთი ვერ მიიღებს ნახევარზე მეტ ხმას, მაშინ ხელმეორედ გაიმართება კენჭისყრა და ამ შემთხვევაში უკვე ორი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას, რომელიც უფრო მეტ ხმას დააგროვებს. ახლა საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები. ხვალ უამრავ სტუმარს ელოდებიან სამების საკათედრო ტაძარში, სადაც გაიმართება გაფართოებული კრება და ხვალ წესით უნდა აირჩიონ 152 კათოლიკოს პატრიარქი.